პოლიტიკური წარსული, აწმყო და მომავალი, მიმოხილვა, ანალიტიკა, ექსპერტების შეფასება, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს 17 საათზე. ნინო ჩხეტია და დადო ცეცხლაძე გადაცემაში ინდიკატორი. ეთერშია გადაცემა ინდიკატორი. გამარჯობა ძვირფასო რადიო მსმენელებო, აჭარის რადიოს პირდაპირ ეთერშია გადაცემა ინდიკატორი, მე გახლავართ მისი წამყვანი ნინო ჩხეტია, გადაცემის ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ხმის რეჟისორი ინგან არჩემაშვილი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ხვალ 1 ოქტომბერია, 2 წელი გავიდა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან, საკმაოდ სერიოზული ცვლილება მოხდა ჩვენს ქვეყანაში, შეიცვალა და მოვიდა ახალი პოლიტიკური ძალა, შესაბამისად ამ 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი იქნება გარკვეული შეფასებები გაკეთდეს ამ მიმართულებით. დღეს ჩვენი სტუმრები გახლავთ ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი ბატონი ალექსანდრე თევზაძე, იურისტი, ადვოკატი ირაკლი შავაძე, ჩვენ ამ მიმართულებით შევეცდებით რომ გარკვეული შეფასებები გავაკეთოთ, მინდა ერთი ისეთი მცირედი ხასიათის განმარტება გავაკეთოთ ჩვენი რადიო მსმენელებისათვის, რა თქმა უნდა ეს არ იქნება რაღაცა ღრმა ისტორიული ხასიათის ანალიზი, ამის საშუალება და საფუძველი ჯერ კიდევ ჩვენ არ აგვაქვს, იმიტომ რომ ვარდების რევოლუციის პერიოდში გარკვეული ნაწილი პოლიტიკური ელიტის ფიქრობდა, რომ რაღაცა ისტორიული კატეგორიებით და როლით უყურებდა მის ესე ვთქვათ როლს და პოლიტიკურ საქმიანობას. გარკვეული პერიოდის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ვარდების რევოლუცია ძალიან მცირე ჯგუფის გულში დარჩა მხოლოდ, ამიტომ ჩვენ შევეცდებით მხოლოდ რაღაცა ნაწილობრივ შევაფასოთ ის პოლიტიკური ვითარება, რომელიც დღეს არის ამ ქვეყანაში. ალეკო, ეხლა მე ამ ისტორიულ როლთან დაკავშირებით საუბრობდი და თან პირადად მაქვს ესეთი პირველი შეკითხვა. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ყოფილი პოლიტიკურ კლასს ჰქონდა რაღაც ტიპის განცდა თავისი ისტორიული როლის მნიშვნელობიდან გამომდინარე. დღეს რამდენად იკვეთება, რომ ისინი გარკვეულწილად ეს ახალი პოლიტიკური კლასი თავის როლს მნიშვნელობას უყურებს ამ გადასახედიდან, ღრმა ისტორიული გადასახედიდან, რომ მათ მოახერხეს ქვეყნის და თქვათ ერის გადარჩენა, რამდენად იგრძნობა მაგალითად ესეთი გარკვეული იმპულსები, ეს განცდა თუ აქვს ახალ პოლიტიკურ კლასს. მოგესალმებით პირველ რიგში, დიდი მადლობა მსმენელებს. კარგი კითხვა არის. ეს განცდა ეხლა რამდენად ცოტა რთული კითხვაც არის ამავე დროს და ყოვლის მომცველი. ალბათ ეხლა რამდენადაც მე მიწევს უბრალოდ უშუალოდ ურთიერთობა ვთქვათ წარმომადგენლებთან, მაგ კლასის, ახალი კლასის ვთქვათ, კლასს მე ვერც დავარქვი, ეს არის უფრო სწორად ხალხის გაერთიანება, ჯგუფი, რომელსაც რაღაც მიზნებმა, ინტერესებმა გააერთიანა. ზოგს იმედები გაუცვლდა, ზოგი დარწმუნებული არის, რომ სწორად მიდის ყველაფერი, მაგ არ შეიძლება ერთი რადგან ამ საკითხს შევეხეთ, მაგალითს გავიხსენებ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ძალიან ხშირად იყო საუბარი, რომ პირველად საქართველოში მოხდა საარჩევნო ესე ვთქვათ გზით ხელისუფლების ცვლილება და ეხლა რამდენად სწორია, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ძალიან სწორ ფორმულირებას აკეთებდა, ის ამბობდა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველად საქართველოში იმიტომ რომ მენშევიკების არჩევნების გზით არის ხო საქართველოში მოსული და ესეც ხო არ არის რაღაცა მანიშნებელი იმისა რომ მათ რაღაცა აქვთ მაინც ეს განცდა. და არის ეგ არის უკვე საინტერესო კითხვა ძალიან და რომელიცაც უკვე პასუხი მე ყოველ შემთხვევაში გამაჩნია. მოდით მივაქცევთ ყურადღებას მანდამაიც ეხა საზღვარგარეთიდან წამოსულ მესიჯებს თუ როგორი იყო ეს არჩევნები, ჩვენაც გვაქვს მაგის საშუალება რომ ანალიზი გავაკეთოთ, ეს იყო ჩემი თვალთახედვით ეს არ იყო კლასიკური არჩევნები, ეს არ იყო თავისუფალი არჩევნები. ჩვენ არ გქონდა იმ მომენტში არჩევანის საშუალება. ჩვენ გქონდა ისევ და ისევ, როგორც ჩვენი უახლოესი ისტორიის განმავლობაში არჩევანი გქონდა ძალიან ცუდ შორის და ანუ გარდაუვალი აუცილება იყო. ეს არ იყო ის არჩევნები, რომელიც ტარდება თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებას, სადაც ჩამოყალიბებული არის. ხო, ჩვენ არჩევნები უნდა დავარქვათ იმ რეალობაში, რასაც ქვია დემოკრატიული საზოგადოება, ეს არის არჩევნები. ეს რაც ჩვენთან მოხდა, ეს იყო გადარჩენის ინსტინქტმა იმუშავა. კარგით, მაშინ ორივესთან მექნება ალეკო შეკითხვა ირაკლი თქვენს რო გარკვეულწილად ჩაერთოთ, ეხლა აქ საუბრობდა გარდაუვალ აუცილებლობაზე ალეკო და მინდა დღევანდელი გადასახედიდან ის არჩევნები, რომელიც ჩატარდა 1 ოქტომბრის, რა ქმნიდა ამ გარდაუვალ აუცილებლობას, რატო იყო ქართული საზოგადოება ძირითად შემთხვევაში ყოფილი პოლიტიკური ელიტის მიმართ განაწყენებული, რა იყო ეს მიზეზები, რამაც თქვათ ეს 1 ოქტომბერი გამოიწვია ჯერ ეს რო თქვათ გარკვეულად მოკლედ რო შევაფასოთ და ძალიან საინტერესო იქნება ირაკლის ჩართვაც ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ყველაზე დიდი პრეტენზიები სწორედ გარკვეულად ამ მიმართულებით იყო სამართლის მიმართულებით. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმები რადიო მსმენელებს. რაც შეეხება 1 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას, მე ვფიქრობ, სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ არჩევნების გზით შეიცვალა ხელისუფლება. თუმცა ეს არის ერთი ეტაპი და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას კვლავ ძალიან ბევრი ნაბიჯია წინ გადასადგმელი, ანუ კარგია რომ დამკვიდრდა ეს ტენდენცია, რომ არჩევნების გზით
იცვლება ხელისუფლებები. ეხლა რაც შეეხება მოლოდინს 1 ოქტომბრის არჩევნები რატომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მე ვფიქრობ რომ ხელისუფლებაში იყო ძალა ნაციონალური მოძრაობის სახით, რომელსაც უზურპირებული ჰქონდა ხელისუფლება და ფაქტობრივად ადამიანებს ჰქონდათ განცდა იმისა, რომ ყალბდებოდა არჩევნები და შეუძლებელი იყო არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა. გამომდინარე იქიდან, რომ ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებდა აბსოლუტურად ყველაფერს, მათ შორის სასამართლო ხელისუფლებასაც და ამიტომ იყო, რომ ხშირად ადამიანები მიმართავდნენ სხვა ფორმებს ხელისუფლების შეცვლის, პროტესტებით და ასე შემდეგ, რომელსაც შედეგი არ მოჰქონდა. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი უსამართლობა ბუნებრივია დაგროვდა წინა ხელისუფლების დროს და დაგროვდა იმის გამო, რომ მათ ელემენტარულად ჰქონდათ იმის განცდა, რომ ისინი სამუდამოდ დარჩებოდნენ ხელისუფლებაში, ასევე არ იყო კონტროლი, არც საპარლამენტო კონტროლი, არც სასამართლო კონტროლი და ძალიან ბევრი უსამართლობა დაგროვდა, მათ შორის ძალიან ბევრი ადამიანების უფლებები ირღვეოდა უხეშად და სწორედ ამ მხრივ, რომ ადამიანებს ძალზედ ნეგატიური შეხედულებები ჰქონდა ამ პოლიტიკური ძალის მიმართ და მე ვეთანხმები ბატონი ალექსანდრეს მოსაზრებას, რომ გარკვეულ წილად საზოგადოებას არჩევანი ახლა ისეთი კლასიკური მნიშვნელობით არ ქონდა, იმიტომ რომ იქ იყო ერთი ძირითადი საკითხი ნაციონალური მოძრაობის გადარჩევა, ანუ ნაციონალური მოძრაობის გაშვება ხელისუფლებიდან. უფრო ამაზე იყო ქართველი ამორჩეველი ორიენტირებული და ეს შეძლო ზოგადად საზოგადოებამ და იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია. ძალიან ბევრი გარკვეულწილად ისმის მუდმივად ესეთი ტიპის შეკითხვები, რომ რაღაც ესეთი დაპირებები ახალი ხელისუფლების მიერ არ შესრულებულაა. ეხლა ძალიან საინტერესო იყო თქვენი მოსაზრება, იმიტომ რომ ძირითად შემთხვევაში ორივე აკეთებდით აქცენტს იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოების სურვილი მეტწილად იყო გარკვეულწილად ხელისუფლების ცვლილება, უფრო ვიდრე რაღაც კონკრეტული დაპირებები. მაინტერესებს ამ 2 წლის განმავლობაში აი მკვეთრად პოზიტიურად რა მიმართულებას გამოყოფდით, თქვათ, ახალი ხელისუფლების მიერ, გარდა იმისა, რომ ისინი მოვიდნენ და დაიკავნენ პოლიტიკური თანამდებობები, რა გაკეთდა ისეთი, რომელიც ქართული სახელმწიფოს მომავალი განვითარებისათვის იქნება სერიოზული გარკვეული ბიზგის მიმცემი. რა შეიძლება რომ ძირითადად გამოუკვეთოთ? აქ სირთულე არაფერი არ არის. ეგ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მოხდა, რაც მოიტანა ოქტომბრის არჩევნებმა, ეგ არის თავისუფალი სივრცე, რომელშიც წყალიბდება სამოქალაქო საზოგადოება. ეგ არის ჩვენი გადარჩენა, ეგ პროცესები დაიწყო. ეხლა როცა ანალიზს აკეთებ, არ შეიძლება რომ რაღაც კონკრეტულზე, კი შეიძლება რა თქმა უნდა, კონკრეტულზე თუ დავალ ბევრ რაღაც სფეროში ჩვენ მაგალითად ყოფილი ხელისუფლების წარმოადგენლები მუდმივად აკეთებენ აქცენტს იქ რაღაცა ეკონომიკური ტიპის დაპირებებთან დაკავშირებით და რამდენად იყო საზოგადოების ისა მთავარი ამბავი. ეხლა რა თქმა უნდა რაღაც ბერკეტებს გამოიყენებს მით უმეტეს ნაციონალური მოძრაობა, რომელიც გამოწრთობილი არის პრინციპში აი ამ საკითხებში, PR-ში, პროპაგანდაში, ნუ მაგას მოდით დიდ ყურადღებას მომიაქცევთ, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენ თავზე, ჩვენ მომავალზე, ამიტომ ანალიზი უნდა გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, თუ სადავართ და ამ ორმა წელმა რა მოგვიტანა, ამ ორმა წელმა მოგვიტანა თავისუფალი სივრცე. ეხლა მიდი ძალიან საინტერესო პროცესები, მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონაც ბევრი რამის უკმაყოფილო ვარ, მოსახლეობაში არის დიდი უკმაყოფილება, რომ ისინი ვერ ხედავენ კონკრეტულ მატერიალურ ხელმოსაკიდ წინსვლას. მაგრამ ყველაზე კარგი რასაც მე ვხედავ, ეგ არის თავისუფალი სივრცე. ეხლა უკვე ისეთი პროცესები იწყება, რომ გარკვეული საზოგადოების გარკვეული ნაწილი უკვე ხვდება, რამდენად სასარგებლო არის თავისუფალი სივრცე, რომ ჩამოყალიბდეს უკვე სულ სხვა სისტემა, სულ სხვა მოდელი უკვე მართლობითი, რომელიც უკვე მოიტანს კეთილდღეობას. აი ეგ არის ყველაზე დიდი მნიშვნელობა. კარგი, თირაკი, მაინტერესებს ახლა თქვენი წმინდა პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ბუნებრივია პირველ რიგში ამ 2 წლის განმავლობაში პოზიტიური, ვთქვათ, რაც გამოკვეთავდით, აი რა იყო ხელისუფლების მიერ გადადგმული ესეთი პოზიტიური ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება რაღაც ესეთი განსაკუთრებულად დადებითი გავლენა იქონიოს შემდგომი განვითარებისათვის, იმიტომ რომ მეც და ალბათ რადიო მსმენელებსაც განსაკუთრებულად აინტერესებს თქვენი პოზიცია, იქიდან გამომდინარე, ხო, თქვენ ხართ იურისტი, ადვოკატი და საკმაოდ სერიოზული პრობლემები იყო ისეთი სისტემებში, როგორც იყო მაგალითად სასამართლო ხელისუფლება, ზოგადად პროკურატურა, რამდენად შეიცვალა ამ თქვათ სახელმწიფო შტოებში გარკვეულწილად მდგომარეობა და ვითარება და რამდენად შეიძლება ვიყოთ დღეს ჩვენ არსებული სიტუაციით კმაყოფილები. თუკი ათვისწერტილად ავიღებთ 2012 წლის 1 ოქტომბერს ამ ხელისუფლების ცვლას არჩევნების გზით, სასამართლო ხელისუფლებაში ბევრი რამ აშკარად იგრძნობა, რომ შეიცვალა სასიკეთოდ. ანუ თუკი ჩვენ დავაკვირდებით, მანამდე მოსამართლეები უპირობოდ აკმაყოფილებდნენ ბრალდების მხარის შემადგენლობას აღკვეთი ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით და მეტწილად ეს იყო პატიმრობები. სასამართლოები იშვიათად და თითქმის არ ცვლიდნენ
კვალიფიკაციებს არ დგებოდა გამამართლებელი განაჩენი, რაღაც 0.1%-ზე იყო საუბარი და იმასაც აკეთებდნენ სწორედ სტატისტიკის გამო, ძალიან კარგი და ჭკვიანი ძალა იყო ხელისუფლებაში, იცოდნენ რომ როცა წამოვიდა გამამართლებელები არ დგება, გამოაცხოს გამამართლებელი განაჩენი, რათა ეთქვათ, რომ აი სტატისტიკა ამდენი არის. ეხლა ამ სტატისტიკაზე არ წავალი, კიდე სხვა რაღაცები ხდებოდა. იმიტომ რომ არსებითად საქმეების განხილვა თითქმის ძალიან დაბალი იყო პროცენტულად და ადამიანები იძულებული იყვნენ რომ წასულიყვნენ საპროცესო შეთანხმებაზე და ეღიარებიათ არარსებული დანაშაული. ანუ ამ მხრივ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ სასამართლო ხელისუფლებაში კვლავ რჩება პრობლემა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯერ კიდევ ქართული სასამართლოები შორსაა სამართლიანი სასამართლოსაგან და ამას მისი სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზები განაპირობებს. თავის დროზე მთელი ამ 9 წლიანი პერიოდის მანძილზე ნაციონალური მოძრაობა ორიენტირებული იყო არა კვალიფიციური პროფესიონალური კადრებით და ისეთი ადამიანების მოსამართლეებით დანიშნვის მართლმსაჯულებას განახორციელებდა, არამედ ისინი ძირითადად აქცენტს აკეთებდნენ. ერთი მომენტი მახსენდება, აი რომ გავიხსენოთ უბრალოდ რადგან სასამართლოს და მაინტერესებს შემდეგ შენ როგორ წარმოგიდგენია თქვა სასამართლოში გარკვეულწილად ამ მოსამართლეთა კადრების შერჩევა. მე მახსოვს 2000 წელი იყო ბატონი ზურაბ ჟვანიას ჰქონდა გარკვეული დავა ლევან მამალაძესთან მოქალაქეთა კავშირის ბეჭედთან დაკავშირებით, მაშინ ლევან მამალაძის მოთხოვნებით აკმაყოფილებული იქნა სასამართლოს და მახსოვს ესეთი აი კადრები ხო რადიოს კარგად რომ თქვათ გაიგოს, თითით უქნევდა ზურაბ ჟვანია ხელს მოსამართლეს რომ მანტია შენ ჩაგარწვი. აი დღევანდელი სასამართლოს მდგომარეობა შეიძლება იმითაც ხო არ არის გამოწეული რომ დიდი ნაწილი მოსამართლეების გარკვეულწილად ანგარიშვალდებულად თვლიან ჯერ კიდევ თავს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. აბსოლუტურად მართალი აზრია ეს, ჩემის აზრით, მეც ასე ვფიქრობ, გამომდინარე იქიდან რომ დღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არის ბატონი კონსტანტინე კუბლაშვილი, რომლის უფლებამოსილების ვადა იწურება 2015 წელს. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაკომპლექტებულია იმ კადრებით, ვისაც ბატონი კონსტანტინე კუბლაშვილი უწევდა რეკომენდაციებს, გამომდინარე იქიდან რომ იმათ აქვს ახლა მოსამართლეებს, რომლებიც საბჭოს წევრები არიან, თუნდაც რიგითი მოსამართლეები, განცდა იმისა და იციან რაცაც აკეთებდნენ, მათი ერთადერთი ხსნა არის ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლა და ამიტომ ჩემი გადასახედი და მე ვუყურებ, ყველაფერი კეთდება სასამართლოებში გარკვეულწილად მოსამართლეების გამოყენებით, რაცა ქვეყანაში დაითესოს სამართლებრივი ქაოსი. ეს რას ნიშნავს? არის ძალიან გახშირდა შემთხვევები, როცა ადამიანები არიან კეთილსინდისიერი შემძენები, ყიდულობენ საკუთრებას და მე ამ საკუთრებას უქმებენ ის, რომ თანხაც კი რჩება დაუბრუნებელი და მათ შორის უცხოელმა მოქალაქეებმაც რამოდენიმე შემთხვევა იყო შეიძინეს საკუთრება, გადაიხადეს თანხა, მე სასამართლოებმა ეს გააუქმეს. ანუ მე ვფიქრობ რომ ეს შემთხვევით არ ხდება, ეს ხდება იმიტომ რომ ქვეყანაში სამოქალაქო ბრუნვა დადგეს საფრთხის ქვეშ, ადამიანებს გაუჩეს უკმაყოფილების განცდა და სასამართლო ხელისუფლებაში ვინც არიან, ყველაფერს აკეთებენ ამისათვის, რომ მოიყოს არასტაბილური გარემო, სამართლებრივი ქაოსი და აქედანაც კი წამოვიდეს რაღაც ტალღა უკმაყოფილების. თუმცა ახლა სასამართლო რეფორმის ბოლომდე განხორციელება ძალიან რთულია, კარგად მოგეხსენებათ. რა გააკეთა თავის დროზე? ერთ შეკითხვას ძალიან მოკლედ დავასრულე, თავის დროზე რა გააკეთა? კონსტანტინე კუბლაშვილის თქვა თავის ვადის ამოწურვის შემთხვევაში ხო არ ფიქრობთ, რომ შემდგომი ეტაპი მნიშვნელოვანი სასამართლო რეფორმის განხორციელების გარკვეულწილად მის წასვლასთან იქნება დაკავშირებული? მე ვფიქრობ რომ არ იქნება ასე მარტივად, იმიტომ რომ მართალია კონსტანტინე კუბლაშვილს უთავდება ვადა 2015 წლის თებერვალში, მაგრამ სასამართლო ხელისუფლებაში რჩება ეგრეთ წოდებული გვარდია ნაციონალების მიერ დანიშნული, რომლებიც ძალიან შორს არიან იმასთან, რასაც მოსამართლე ქვია. ანუ მე დარწმუნებული ვარ თავის დროზე ნაციონალურ მოძრაობას რომ სურდა მათთვის არასასურველი მოსამართლეები გაეშვას, სხვადასხვა მიზეზებით ეს მოახერხეს, მათ შორის საქართველოს უზენაესი სასამართლოდან გაუშვეს მოსამართლეები, საერთო სასამართლოებიდან გაუშვეს მოსამართლეები და ძალიან უხეში ჩარევით კანონმდებლობის დარღვევით, მაგრამ დღეს ხელისუფლება რომელიც სხვა სწორი იყო ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ მას ასეთი აგრესიული მოქმედებები არ განეხორციელებინა სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, თქვა და არ გამოიყენებინა ის მეთოდები, რომელიც ჰქონდა, თქვა სააკაშვილის ხელისუფლებას გამოყენებული. ეხლა რაც შეეხება სააკაშვილის ხელისუფლება, როცა ამაზე მიდიოდა, საზოგადოებას გარკვეულწილად უთანაგრძნობდა გამომდინარე იქიდან, რომ ყველასათვის ცნობილი იყო, რომ სასამართლოები თავიდან ბოლომდე იშვიათი გამონაკლისების გარდა იყო კორუმპირებული. თუმცა დღეს ეხლა თუკი ქრთამის აღება ნაკლებად ხდებოდა სასამართლოში, ესეც კორუფცია, როცა პოლიტიკური კორუფცია, როცა ელემენტარულად სასამართლოები არ ახორციელებდნენ მართლმსაჯულებას. ჩემის აზრით, უფრო მკვეთრი ჩარევაა საჭირო, უფრო რეფორმის განხორციელებაა საჭირო, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან ძნელი იქნება, იმიტომ რომ ეს არის სასამართლო ხელისუფლება და ასეთ მკვეთრი ჩარევას არ მიესალმება პირველ რიგში ჩვენი ევროპელი პარტნიორები და მეგობრები. მოდი, ეხლა კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს, თქვა შენთან და ძალიან საინტერესო იქნება. შენ როგორ უყურებ, თქვა 2 წელი გავიდა და გარკვეულწილად შენი შეფასებებიდან გასაგები გახდა, რომ ამ 2 წლის განმავლობაში განხორციელებულ პოლიტიკურ საქმიანობას არსებული ხელისუფლების გარკვეულწილად პოზიტიურად თქვა აღიქვამ.
შემდეგი 2 წელია და აი როგორ თვლი რა მიგაჩნია ყველაზე აუცილებლად და მნიშვნელოვნად რომ არსებულმა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ გარკვეული აი რა მიმართულებით შეიძლება გადადგას რა არის შენთვის მნიშვნელოვანი რომ გარკვეულწილად მათ შორის განვითარდეს ის დემოკრატიული პროცესები რომლის განვითარებაც რეალურად დაწყებული არის ქვეყანაში აი რა არის აუცილებელი პირველადად რა თვლი ჩვენ ერთი კარგი შეკითხვით დავიწყოთ არჩევნებთან დაკავშირებით თუ როგორი იყო ეს არჩევნები მაშინ გაგრძელება ვერ მომასწარეთ ამ არჩევნებს ოქტომბრის არჩევნებს მოყვა შემდეგ თვითმმართველობის არჩევნები რომელზეც მე შემიძლია უკვე ვთქვა რომ უკვე ნიშნები კლასიკური არჩევნების დემოკრატიული არჩევნების ნიშნები ჩვენ უკვე გვქონდა მაგრამ აქ სხვა პრობლემა გამოჩნდა თვითონ მოსახლეობა არ დარჩა მზად ამისთვის რომ თავისუფალი არჩევანი გაეკეთებინა ეს ძალიან საინტერესოა ანუ შენ ფიქრობ რომ გარკვეულწილად აი ამ ყველაფერს ჩაეყარა საფუძველი რომ ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო პროცესის გათვალისწინებით მოხდება ხელისუფლების ცვლილება მე ასე ვფიქრობ მე შემიძლია ეს ნუ ამას ვრცელი თემა თუ საიდან გამომდინარე ვფიქრობ არგუმენტირებულად რატო ვფიქრობ რა თქმა უნდა ოპონირებაც საჭირო არის ამ თემაში მაგრამ ამას ვფიქრობ რომ ეს პროცესი მიმდინარეობს აი კიდევ ერთი შეკითხვა შენ კლასი ახსენე და ვერ დაგეთანხმები კლასთან დაკავშირებითო პოლიტიკური კლასის როგორ ფიქრობ რამდენად არის დღეს რეალურად ნიადაგი იმისა რომ აი ამ დაინტერესებული რაღაცა ჯგუფებიდან ჩვენ რეალურად ერთჩვენიერ დღეს ვიხილოთ ქვეყანაში მკვეთრად თავისი უნარებით შესაძლებლობებით ჩამოყალიბებული პოლიტიკური კლასია იმ საფუძველი რამდენად არის დღევანდელი რეალობა რამდენად იძლევა ამ საშუალებას ძალიან მოკლედ თუ შეიძლება და ვაფთავებ ალბათ მეკითხები უფრო რა დროში შეიძლება იქ მოხდეს ალბათ ხო ეგ რთული შეკითხვა მე თავიდან მინდოდა და ამ პროცესებში მივიღე მონაწილეობა დაჩქარებული იყო ეს ამბავი ალბათ ესე იყო აქ ლაპარაკი რომ ჩვენ ესეთი ევროპის როგორც გაგება ამისთვის დაგვჭირდება 1-20 წელი და ეს ნორმალურად მიმაჩნია მე დღესდღეობით მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ 20 წელი ჩვენ უნდა ველოდოთ რამეს ეს იქნება პროცესი და ყოველდღეს წელს იქნება გაუმჯობესება კარგი ძალიან მოკლედ ესე შემიძლია ვთქვა კარგი ძალიან დიდი მადლობა იმისათვის რომ მოგზავნეთ და მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში ჩვენ ეხლა გავთ ძალიან მცირედი ხასიათის ვთქვათ რეკლამაზე დავბრუნდებით მეორე ნაწილში სტუმრებით ცოტნეანანიძე დიმიტრი ჭეიშვილი იქნება ჩვენი სტუმრები და ისინი შეაფასებენ იმ ვითარებას რაც ამ 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში არსებობდა დიდი მადლობა პოლიტიკური წარსული აწმყო და მომავალი მიმოხილვა ანალიტიკა ექსპერტების შეფასება ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს 17 საათზე ნინო ჩხეტია და დადო ცეცხლაძე გადაცემაში ინდიკატორი. ეთერშია გადაცემა ინდიკატორი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ზურფოს რადიო მსმენელებო, გადაცემა ინდიკატორის მეორე ნაწილია, ჩვენ მეორე ნაწილში გვყავს სტუმრები ცოტნეანანიძე და დიმიტრი ჭეიშვილი. მე ესე გადავწყვიტე რომ ეს ნაწილი დამეთვო იმ ადამიანებისათვის, ვინც გამოვიდა საჯარო ახსოვების სისტემიდან, პოლიტპატიმრების ვთქვათ სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მე ვფიქრობ ჩვენი რადიო მსმენელებისათვის და პირადად ჩემთვისაც შეაფასონ ის ვითარება ამ 2 წლის შემდგომ, 2 წლის ვთქვათ შემდეგი წინა პერიპეტიები, როგორი არის ზოგადად მათი დამოკიდებულება დღეს შეცვლილი პოლიტიკური ხელისუფლების შემთხვევაში. პირველი რომელიც მე მინდა ორივეს კითხოთ, შეიძლება ეს ჩემი ძალიან ისეთი განცაა და მანდ მაინც ობიექტურად ვერ აღვიქვამდე, გარკვეულწილად ამ 2 წლის განმავლობაში რაღაც ნაწილმა პოლიტიკური ძალების ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მაქსიმალურად შეეცადეთ და რაღაც ნაწილიც მოახერხეს კიდეც გაემარგინალებინათ ზოგადად პოლიტიკური პატიმრის სტატუსის ცდილობდნენ რაღაცნაირად ამ ადამიანების წარმოჩენას იმ ნაწილთან, ვინც შეწყალების სხვა ფორმების საშუალებით თვითონ დატოვეს საპატიმროები. ამიტომ ძალიან მაინტერესებს თქვენი პოზიცია, რატომ მოხერხდა, რატომ მოახერხეს და ხო არ ფიქრობთ, რომ თქვენი აქტიურობაც ამ მიმართულებით უფრო გაცილებით მეტი და საჭირო იყო, იმიტომ რომ ძალიან დიდ ნაწილს საზოგადოების მართლაც აქვს წარმოდგენილი, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულები. დიმიტრი ცოტნე რა ვიცი რომელიც გადაწყვეტავთ მოგესალმებით მივესალმებით თქვენს მსმენელს აქტიურობას რაც შეეხება არც ერთ პოლიტპატიმარს ვინც რეალურად იყო პოლიტპატიმარი და გათავისუფლდა პოლიტპატიმრის სტატუსით არ მეუკლია იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ იყო სხვადასხვა ტიპის გამოსვლები მოთხოვნებით ხოვნითი მიმართვები პრემიერის სახელზეც ყოფილი პრემიერის სახელზეც პრეზიდენტის თუ ორთები მოქმედი პრეზიდენტის სახელზეც და იყო აქციებიც როცა მოშიმშილობდნენ ყოფილი პოლიტპატიმრები რუსთაველზე მაგრამ ეს ყველაფერი დარჩა უშედეგო გამომდინარე იქედან რომ სამწუხაროდ ამ ხელისუფლებამ ჩათვალა რომ ჭკვიანი ძლიერი პატრიოტი ადამიანები მათთვის შემდგომში დაპყრობლებას წარმოადგენდნენ ან ნაყოფილიყვნენ მათ გვერდით ან კიდე შეუერთდნენ იგივე ადრს მე ასე შტაბეშლიო შემოქმნა რასაც ცდილობდა ყოფილი ხელისუფლება რომ გამარგინალებულიყო
პოლიტპატიმრის სტატუსი, იმიტომ რომ მათთვის რთული მისაღები აღმოჩნდა ის იდეები, რომელსაც ვატარებდით ჩვენს და სხვა პოლიტპატიმრები, ანუ ჩვენ გვქონდა აქცენტები გაკეთებული. ცელისია იყო წარმოდგენილი და ხო არ ფიქრობთ, რომ თავის დროზე აი სია, რომელიც ესე სკრუპულოზურად სასწრაფო და ძალიან მცირე დრო შემოხდა გარკვეულწილად ამ გადაწყვეტილებების მიღება და ამას ჰქონდა თავის ობიექტური მიზეზები, რატომაც მოხდა. ამანაც ხო არ განაპირობა გარკვეულწილად. მარტივად რა, ნინო, რაღაცა, იცით, სია იყო ვრცელი, მაგრამ იქ შესული ადამიანები შეიძლება თუ უფრო მეტი დრო დაეთმებოდა ამბავს, გარკვეული ყო, რომ შეიძლება პოლიტიკური ნიშნით არ იყვნენ დაკავებული, მაგრამ უკანონოდ დაკავებულები და სინდის პატიმრები მაინც იყვნენ. ანუ ისინი არ იმსახურებდნენ პატიმრობას. მე მაგ დიდ უმრავლესობაზე საუბარი, იმიტომ რომ ყველა პასუხისმგებლობას მე კი არა პარლამენტიც ვერ იღებს დღეს, იმიტომ რომ აქ გაიფარებოდა ვიღაცა რაღაცა. შემთხვევა კლასიკური ნიმუშია პოლიტიკური მიზეზით ადამიანების დაკავების, ხო. ესე ძალიან საინტერესო იქნება რადიომსმენელებმა კიდევ უფრო, ასე რომ ვთქვათ, ესე ინფორმაცია რომ მივაწოდოთ, კონკრეტულად რა მუხლი იყო და ის კონკრეტული ის დღე რო გავიხსენოთ, რასთან დაკავშირებით გადავებოდათ ყოფილი ხელისუფლება, იმიტომ რომ რადიომსმენელები შეიძლება არ ახსოვდეს, ძალიან საინტერესო იქნება და რაღაცა ეჭვის ქვეშ დააყენონ ცოტნე. კარგით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები რადიომსმენელებს. თქვენს პირველ კითხვას ძალიან მოკლედ გავცემ პასუხს. მე მიჭირს დაგეთანხმოთ სრულად იმაში, რომ პოლიტპატიმრის სტატუსი არის მარგინალიზირებული დღეს საქართველოში, თუმცა, როდესაც 2012 წლის 5 დეკემბერს საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გარკვეული ჯგუფისთვის მიენიჭებია ეს სტატუსი და თქვენ სიაც ახსენეთ და ამას თან წინ უსწრებდა ევროპის საბჭოს 2 ოქტომბრის რეზოლუცია, სადაც განისაზღვრა პოლიტპატიმრის სტატუსი და საკმაოდ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი იყო, კრიტერიუმი, რაც მოიცავდა ამ სტატუსის ქვეშ მყოფ პირს და მსჯავრდებულს, ამ ბრალდებულს. ის რომ პოლიტპატიმრები დღეს შეიძლება ვიღაცისთვის არის ნაკლებად ინტენსიურები სხვადასხვა პოლიტიკურ სამართლებრივ მოვლენებთან მიმართებით საქართველოში, ამას პოლიტიკურ პარტიას ვერ დააბრალებ, ბუნებრივია და სწორედ იმ დღეს 5 დეკემბერს 2012 წლის 5 დეკემბერს თქვენ გახსოვთ ალბათ და ჩვენს მენელებსაც ეხსოვნება, რომ იყო გააფთრებული წინააღმდეგობა საპარლამენტო უმცირესობისგან, რომ არ მომხდარიყო ამ გვარი სტატუსის მინიჭება იმ ადამიანებისათვის, ვისაც მიენიჭა. რადგან სწორედ მათი პოლიტიკური პარტიისთვის, მათი პოლიტიკური კულტურისთვის, მათი პოლიტიკური შედეგისთვის ეს იყო უდიდესი დარტყმა. სწორედ საპარლამენტო უმრავლესობამ სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილთან ერთად სამართლებრივი ანალიზის შედეგად, სისხლის სამართლებრივი ანალიზის შედეგად მიიღო ეს გადაწყვეტილება და ის რომ პოლიტპატიმრები არსებობდა საქართველოში, ეს სწორედ მოქმედმა ხელისუფლებამ დაადასტურა, თუმცა საკმაოდ ინერტულია ის პროცესი, რაც თავად ამ ხელისუფლებამ საკუთარ თავს დააკისრა. ეს არის უკვე შესაბამისი სამართლებრივი სვლელობა იმ საქმეებისა, რომელზედაც გადაწყვეტილება იქნა პარლამენტის მიერ მიღებული და მიენიჭა ამ ადამიანების პოლიტიკური სტატუსი. რაც შეეხება თქვენს მეორე კითხვას, ბევრი რო არ გავაუწევთ პირველ კითხვას საუბარი. 21 მაისს იქნა დაკავებული გარკვეული ნაწილი არის მახსოვს კი. და ჩვენი მეგობრები, თანამებრძოლები, ჩემი დაკავება მოხდა 16 ივნისს. გამოყოფილი იყო ჩემი საქმე, ასე გადაწყვეტა მაშინ პროკურატურამ, თუმცა ბრალდება და იმდროინდელი სახელმწიფო ბრალდების მოსაზრებით ჩვენ ვიყავით თანამონაწილეები, ეს იყო სისხლის სამართლის კოდექსის 222 მუხლის მეორე ნაწილი, ტელევიზიის ბლოკირება და ხელის შეშლა და 353 მუხლის მეორე ნაწილი ამ შემთხვევაში არის მაკვალიფიცირებელი ჯგუფურობის, ეს არის ორგანიზებული წინააღმდეგობა სამართალდამცავებისათვის. ჩვენ საქმეებს ძალიან ეს გულდასმით სწავლობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ამის შესახებ მათ გამოსცეს სპეციალური გამომცემლობა, სადაც არის მთელი რიგი მტკიცებულებები აღწერილი, რაც უდაოდ ადასტურებს ჩვენს უდანაშაულობას აღნიშნულ საქმეში, აღნიშნულ ბრალდებაში და სწორედ ეს გახდა მოტივი, ეს სისხლის სამართლებრივი ანალიზის მოტივი იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დღეს რაც არის საკანონმდებლო ორგანოში მიიღო ეს გადაწყვეტილება. ბუნებრივია, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო და ეს გადაწყვეტილება თავისთავად მოითხოვს შემდგომ ძალიან მნიშვნელოვან
ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას და დამკვიდრებას ჩვენ კარგი, სახელმწიფოში. მაშინ მე დედს დავამატებ ხოლოდ იმისათვის, რომ ეს მუხლების ვთქვათ განმარტებას კარგი წარმოდგენა შეექმნოს ჩვენს რადიო მსმენელებს, მოკლედ ეს ახალგაზრდები 21 მაისს იყვნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები და სწორედ ამ აქციის შემდეგ მოხდა ამათი დაკავება და აყვანა. დიმიტრი, აი ვთქვათ, ცოტნე საუბრობდა გარკვეულწილად შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე, ზოგადად საქმეებთან დაკავშირებით და ძალიან მაინტერესებს რა ვითარებაში არის ზოგადად ეს, იმიტომ რომ ერთია რომ როდესაც პოლიტიკური პატიმრის ვთქვათ სტატუსი გაქვს, მეორეა დადგება თუ არა ერთხელ და სამუდამოდ იმის საშუალება, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგეს თქვენ საქმეებთან დაკავშირებით და რა შეიძლება და ამ შემთხვევაში კონკრეტულად ხელისუფლების მიმართ რა ტიპის პრეტენზიების არსებობის საფუძველი არსებობს, ძალიან საინტერესო იქნება შენი აზრი. მადლობს ნინო, ანუ ძალიან მარტივად ხელისუფლებამ როცა მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ჩვენთვის მოენიჭებინათ პოლიტპატიმრის სტატუსები, იქვეთ თანმდევად იყო საუბარი იმაზე, რომ უნდა გამონახულიყო მექანიზმი, რის საშუალებითაც მოხდება ჩვენი საქმეების გადახედვა და ამ გადახედვის შედეგად ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, როგორც ჩვენ და რაც არის სრული სიმართლე, ჩვენ გამომართლებოდით. დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა მსჯელობა და შემდეგ შეჯერდა და გაისმა მხოლოდ სახელი გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ ეს უნდა ყოფილიყო ხარვეზების დამდგენი კომისია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩვენთვისაც და არა მარტო ჩვენთვის, პოლიტპატიმრებს გულისხმობ, იმიტომ რომ ამ ხარვეზების დამდგენ კომისიას უნდა გადაიხედა ყველა ის საქმე, რომელზეც პატიმრებისგან ან ყოფილი პატიმრებისგან ან პატიმრების ოჯახის წევრებისგან იყო პრეტენზიები, იყო ეჭვი იმისა, რომ ეს საქმეები იყო ჟარგონს ვიტყვი და შეკერილი. კი ბატონო. მარტივად ბევრს გავუშვით ამით იმედი და შეიქმნა დიდი მოლოდინი და ეს უნდა ყოფილიყო მექანიზმი იმ თავარი დაპირების შესრულებისა, რომელსაც იძლეოდა ქართული ოცნება, რასაც ერქვა სამართლიანობის აღდგენა, თუ აღდგენა თუ არა დამკვიდრება მაინც. მაგრამ ჩვენ მივიღეთ შემდეგი, ჩვენ გვახსოვს რომ მივიდნენ იქამდე რომ უნდა შექმნილიყო კომისია, შემდეგ გვითხრეს რომ ეს კომისია ვერ შეიქმნება, იქიდან გამომდინარე რომ ფინანსური არ აქვს, რესურსი არ აქვს ხელისუფლებას, ამასთან დაკავშირებით მეც ცოტნემა ჩვენ მეგობრებს გავაკეთეთ განცხადება, რომ ჩვენი ინტერესი არ იყო ფინანსური, ჩვენი ინტერესი იყო მხოლოდ ის, რომ აღდგენილიყო ჩვენი სახელი, არ ქონოდა ჩვენ კრიმინალების იარლი ისევ მიკრული და უბრალოდ ჩატარებულიყო სასამართლო და გავერკვეულიყო სიმართლე. მაგრამ მივხვდეთ იმისა, რომ ჩვენს და სხვა პოლიტპატიმრებმა გავაკეთეს განცხადება, რომ ზოგმა საერთოდ უარი თქვა ამ ფინანსურ მხარეზე, ზოგმა თქვა რომ მერე იყოს, როცა თუ აუცილებლად უნდა მივიღოთ ჩვენ კომპენსაცია, ყოფილიყო თქვა 10 წლის შემდეგ, ან 10 თვის შემდეგ, ან 5 როცა ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყნისა იქნებოდა შესაბამის მდგომარეობაში. მაგრამ ეს აღმოჩნდა მიზეზი მხოლოდ იმისა, რომ ეთქვა უარი ამ ხარვეზების დამდგენ კომისიაზე, თორე აი ერთადერთი დამაყოლებელი მომენტი ჩვენ ვინც ვიყავით, ანუ ვინც უნდა დაზარალებულიყო იმით, რომ ფინანსურ კომპენსაციას ვერ მიიღებდა, ვიყავით ჩვენ, რომლებმაც თქვით, ზოგმა დროებით უარი, ზოგმა საერთოდ უარი, ზოგმა იმიტომ რომ აღდგენილიყო ჩვენი ის სახელი, რომელიც შეიბღალა ამ ყველაფერს, იმიტომ რომ თქვა ჯერა ჩვენი მოსახლეობის, რომელსაც ჯერა 90% ჩვენ ვიყავით უდანაშაულო, მაგრამ რატო უნდა ფიქრობდეს 10%, რომ ჩვენ ვიყავით კრიმინალები ან კრიმინალთან ახლოს. აქედან გამომდინარე, მთავარი პრეტენზია ხელისუფლებასთან რჩება იგივე, რომ ის დაპირება, რომელიც ბადგან იყო მოცემული, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ითქვას, სანამ ჩვენ ვიყავით საკანს მიღმა, ხო ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გათავისუფლება, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად. მაგრამ გათავისუფლების შემდეგ არანაკლებ მნიშვნელოვანია და უკვე როცა თავისუფლებაზე ვარ, იმაზე მეტად მნიშვნელოვანია შეიძლება ითქვას იმ შებრალული იმიჯის აღდგენა, რომელიც დამერწმუნებით ჩვენ არ გვჭირდება ხალხისთვის. ჩვენ გვჭირდება ეს კანონის დონეზე, თორემ ხალხმა იცის, ჩვენ რას ვაკეთებდით, რას ვემსახურებოდით, რისთვის ვიყავით, სანამ დაგვიჭერდნენ რას ვაკეთებდით და რო დაგვიჭირეს, რატო დაგვიჭირეს. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივად შეუძლია ხელისუფლებას მიუბრუნდეს იმ პროცესს, რომელიც შიხში თვითონ შეიყვანეს, იმიტომ რომ ყველანაირი მექანიზმი, გზები, თვითონ აი ფორმა რა უნდა ყოფილიყო, როგორ უნდა ჩატარებულიყო, იყო გამონახული და ეს არის მნიშვნელოვანი კიდე რატო? ერთი ჩვენ გამომართლები და მეორე გამოიკვეთება ის ადამიანები, რომლებმაც ეს ამ ყველაფერში მიიღეს თანამონაწილეობა. ის სრუმეწმები, რომელთა 90% დღეს ისევ იმ სტრუქტურებში მუშაობს და დამერწმუნებით თუ მათ მიეცემათ საშუალება, იგივენაირად მოიქცევიან, იმიტომ რომ ეს მათ სისხლში აქვს გამჟდარი. ის მოსამართლეები და ის პროკურორები, რომლებიც ჩვენ და მსგავს საქმეებზე იღებდნენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც უარყო და ჩათვალა ქართული ოცნების დეპუტაციამ პარლამენტში, რომ იყო მცდარი იყო დანაშაული, მაგრამ ამ დანაშაულებს არავინ არ ეძებს, არავინ არ კითხულობს, ისინი ისევ ჩადიან დანაშაულს და ისევ თუ არ ჩაუდენია ჯერ საშუალება რომ ჩაიდენენ. და ამისთვის ეს ხარვეზების დამდგენი კომისია იძლევა საშუალებას, რომ გამოიკვეთება ხო მარტივად. ძალიან ბევრი განცხადებაო შესრულებები მახსოვს 2000-ო 3000-ო ზოგი 5-საც ამბობდა გენერალ მთავარ პროკურატურაში. საინტერესოა ესე თქვენ თუ გქონდათ რაიმე ტიპის მსგავსი განცხადება, რომ თქვათ აი ამ ცრუმოწმებთან ან სხვა ტიპის ადამიანებთან დაკავშირებით გარკვეულწილად დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი ძიება. მე პირადად შემიძლია გითხრათ, რომ ჩემსგან არ ყოფილა, მაგრამ ამას არსებობს მნიშვნელობა რა აქვს, მაგალითად ჩვენთან ერთადერთი დაპატიმრებული გოჩა მუხაშაურია, რომ მიმართა პროკურატურას, მოითხოვა
გამოძიებას საქმეს. ანუ ერთი საქმე იყო და არსებითი მნიშვნელობა არ ქონდა ჩვენში 6 რიგით მივიდოდით თუ მხოლოდ ერთი. მხოლოდ კოჩასგან იყო მოთხოვნა როგორც ვიცი და სხვებას თუ გაგეთ შემდეგ არ ვიცი, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ ქონდა რატო? მე ვერანაირად ვერ მიმართავ იმ პროკურატურას ძიებისთვის, რომელშიც ისევ მუშაობს ის პროკურორი, რომელმაც მე დამაპატიმრა მომისაჯა ის სასჯელი, რომელიც ჩვენ მქონდა, რომელიც იყო რა პირობებში და როგორ ყოველთვის ყველამ კარგად უნახეთ და გავიგეთ და უბრალოდ მე იმ ადამიანებს, კანონის წინაშე არა საუბარი, მათ მორალური უფლება არ აქვს, ისევ ატარონ მუნდირი, ისევ ემსახურონ კანონს, იმიტომ რომ ბევრი ცუდი რაღაცის ჩადენის საშუალება მათთვის ისამსახურებ, რომლებიც მათ გააჩნიათ დღეს და რომელიც არ უნდა ჰქონდეთ. კარგით, ეხლა ესეთი დღევანდელი თემა პრაქტიკულად ეძღვნება 1 ოქტომბერს. ანუ 2 წელი სრულდება რეალურად იმ არჩევნებიდან, რომელიც ჩატარდა 2012 წლის 1 ოქტომბერს და ამას მოყვა ძალიან სერიოზული ცვლილება ყოველ შემთხვევაში, მე ესე ვფიქრობ, ქვეყანაში პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება. თქვენ იყავით აქტიური იმ ხელისუფლების პირობებში, ძალიან აქტიური ახალგაზრდები, სადღაც 2007 წლიდან დაიწყო თქვენი აქტიურობა. აი ძალიან საინტერესო იქნება, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ზოგადად ჩვენი რადიო მსმენელებისათვის დღევანდელი გადასახედიდან ის 1 ოქტომბერი რა არის ზოგადად თქვენთვის, აი ცოტნე თქვათ რა ტიპის მოვლენა იყო პირადად თქვათ ჩვენთვის, გარდა იმისა, რომ რაღაცები მოვიდნენ და ვიღაცები კიდე წავიდნენ. 2012 წლის 1 ოქტომბერი უდაოდ განსხვავებული იყო და დატვირთული. სხვადასხვაგვარი ემოციებით, ნამდვილი ციებ ცხელება იგრძნობოდა სასჯელ დახურებით დაწესებულებაში. მხედველობაში მაგ გეგუთის ნომერ მე-14 დაწესებულება, რა დროსაც 2 წლის წინ სწორედ ამ დღეს ჩვენ პატიმრები ვისხელით და აი 10 სექტემბრის ღამე პრაქტიკულად ჩვენ საკანში არავის გვიძინია, იმიტომ რომ ველოდებოდით რა შედეგებით დასრულდებოდა 1 ოქტომბრის კენჭისყრის დღე. ძალიან ემოციური იყო შეფასებები, მთელი ამბავი ინფორმაცია რამდენად შემოდიოდა, თქვათ, რა იყო ძირითადად წყაროხებულობდით საერთოდ ინფორმაციას? იყო ტელევიზია, ოღონდ ბუნებრივია, მოგეხსენებათ მედია, მაშინ ამ მდგომარეობაში იყო, ჩვენ არ გქონდა მაშინ შესაძლებლობა იმისა, რომ მე-9 არხი გვენახა, ძირითადად რუსთავიორის და ტელეკომპანია იმედის მეშვეობით ხვებულობთ ინფორმაციას. მახსოვს ყველაზე კარგად ეგზიტ პოლების გამოცხადება, რასაც ოვაციები მოყვა, განსაკუთრებული ოვაციები და უწყარი ოვაციები თელს ამ დაწესებულებაში. ბუნებრივია, მაშინ პატიმართა უმრავლესობა გულშემატკივრობდა, თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ქართული ოცნების გამარჯვებას და ხელისუფლების ცვლილება ძალიან ბევრი პატიმრისთვის იყო დიდი იმედი და დიდი მოლოდინი იმისა, რომ ისინი დაუბრუნდებოდნენ საზოგადოებას და დაუბრუნდებოდნენ ოჯახებს. არის შემიძლია გითხრათ, რომ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სიგარეტი მოიწია მახსოვს 2012 წლის 1 ოქტომბერს ეგუთის ნომერ მე-14 ნახევრად ტიპის დაწესებულებაში. არ მხოლოდ თქვენთვის, არამედ მე მგონი ძალიან დიდი ნაწილი ქართული საზოგადოებისთვის პრინციპში 2012 წლის 1 ოქტომბერი არ შემეშინდება, ვიტყვი რომ იყო რაღაცა თავისუფლების მატარებელი დღე. მაგრამ რაღაცა პერიოდი გადის და გარკვეული ცვლილებების შემდეგ საზოგადოებას ბუნებრივია უჩნდება სურვილები, რომ სხვა ტიპის ცვლილებები განხორციელდეს. დღევანდელი გადასახედიდან გარდა იმისა, რომ ძალიან დიდმა ნაწილმა და ქართულმა საზოგადოებამ კალეკო მყავდა სტუმრად და ამბობდა, რომ ეს წნეხი გარკვეულწილად აბსოლუტურად მოხსნილია და თავისუფლება არსებობს იმისთვის, რომ საზოგადოებამ და სამოქალაქო სექტორმა და ზოგადად ყველამ რაღაცნაირად თავისუფალ რეჟიმში გამოხატონ თავიანთი პოზიციები და დამოკიდებულებები. კიდე რას გამოყოფთ მაგალითად თქვენ ისეთ პოზიტიურად ამ 2 წლის განმავლობაში, რომელიც იმ არჩევნების შედეგად თქვათ მოვიდა ახალი პოლიტიკური ხელისუფლების მიერ? ძალიან მოკლედ გეტყვით. თქვენ როდესაც კითხვის ფორმულირებას აყალიბებით, თვითონაც თქვი, რომ ის იყო ძალიან დიდი მოვლენა და ის იყო საზოგადოების გამარჯვება. სწორედ აქ არის საზოგადოების ვალდებულება, რომ ეს გამარჯვება შეინარჩუნოს და არ გადასცეს რომელიმე პოლიტიკურ ელიტას. ჯერჯერობით 2 წლის განმავლობაში მეტნაკლებად საზოგადოება ამ გამარჯვებას ინარჩუნებს და წინ არის პერიოდი, როცა ჩვენ ყველა ჩვენგანი ოპოზიცია, ხელისუფლება, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო სექტორი მაქსიმალურად უნდა იყოთ ხიზლად, რომ ეს გამარჯვების თასი ისევ იყოს საზოგადოების ხელში. აი დიმიტრის მე მგონი აბსოლუტურად განსხვავებული პოზიცია აქვს და დიდი სიამოვნებით მოусვენ მას. მისი დამოკიდებულება როგორია? ანუ რაც შეეხება პოზიტივს, იმასთან დაკავშირებით 1 ოქტომბერი იყო დიდი მოვლენა და ყოველთვის ძალიან საინტერესო და სასიხარულო და ნამდვილად იყო ეს ქართული ხალხის გამარჯვება. ამას რა თქმა უნდა ვეთანხმები და ძნელი მოსაძებნია ადამიანი, რომელიც აზროვნებს, არისო იმ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი, რომლებსაც
ოჯახის ჩენის წყაროდ ქონა ქცეული საქვეყანა. რო თქვას რომ ეს ასე არ იყო, ეს იყო გამარჯვების დღე ნამდვილად, მაგრამ ამ გამარჯვების დღეს მოიპოვა ქართულმა ხალხმა, მოყანდა ეს გამარჯვების თასი ნელ-ნელა შორდება ქართულ ხალხს, ამ წლის განმავლობაში საკმაოდ მოშორდა. ეს თასი მიდის ნელ-ნელა პოლიტიკური ელიტისკენ და ქართული ხალხი მეტნაკლებად ჩანს, რომ უკვე ყველას ავიწყდება. ეს გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება ვერ ახერხებენ რაღაცების გაკეთებას და ის რაღაცები იყო უნიშნელოვანესი ქართული ხალხისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ კი მედია გათავისუფლდა ისეთი წნეხი არაერთგვარად ახსენეთ ძალიან კარგია იდეალურია მაგრამ თავისუფალი და მშიერი მოქალაქე ვერაფერს მახნისია რა მოქალაქე სჭირდება ელემენტარულად იმის ეკონომიკური საშუალებები რომელიც შექმნის მისთვის სამუშაო ადგილებს რომელსაც პირდებოდა ქართული ოცნება რომელიც როგორც ამბობენ ისე ვერ ხერხდება როგორც უნდოდა ვერ აკეთებენ ისე როგორც დაგეგმეს ვერ გათვალეს ისე როგორც ჩათვალეს საჭიროდ მაგრამ ეს არის ყველაფერი უკვე პოლიტექნოლოგიები და პიარ ტექნოლოგიები მისთვის რომ ქართული ხალხი დაარწმუნონ ისინი ცდილობენ შეასრულონ დანაპირები მაგრამ სამწუხაროდ თქვენი არის რომ დაპირებების როგორ რაღაცა იცით არ დაპირებების ვერ შესრულება არის პრეტენზია ჩემს ძირითადად იმიტომ რომ ერთ დაპირებაზე რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და სამართლიანობის აღდგენას შეეხებოდა გავიგეთ იმიტომ რომ ადამიანი რომელიც იყო დაბეჭავებული გამწარებული ნაწამები ნაწვალები თელ ქართულ საზოგადოებაზე მაგ და არა პოლიტპატიმრებზე საუბარი ელოდებოდა სამართლიანობის აღდგენას ამ სამართლიანობის აღდგენას მისთვის ზოგს ხონება უნდა დაებრუნებინა, ზოგს იმიჯი უნდა შელახური იმიჯი უნდა აღედგინა, ზოგი მატერიალურ ანაზღაურებას ელოდებოდა ქონების სახით, რომელიც დაკარგა წინა ხელისუფლების დროს ასეთი ბევრი გვაქვს და ეს რაღაც ეკონომიკურ დოვლად შეუქმნიდა მათ და საარსებოდ მათთვის იქნებოდა საშუალება, ხო? ეს ვერ მოხერხდა. მეორე არის რა, კვირდებოდნენ იმას, რომ იქნებოდა სამუშაო ადგილები, იქნებოდა ქარხნები, იქნებოდა ფაბრიკები, სადაც ჩვენი მოსახლეობა დასაქმდებოდა და გავისწავდა ელემენტარული შემოსავლის წყარო, რითიც შეიძლება საკუთარი ოჯახების რჩენას. ჩვენ ხედავთ რა ვითარება გვაქვს. ყოველდღიურად ჩანს ამ სტიქიამ კიდე განსაკუთრებულად გამოაჩინა ვითარება, რომელიც არის ოჯახებში, იმიტომ რომ ჩვენ შევძელით შეგვეხედა იმ დიდი უმრავლესობის ქართული ოჯახების კარებებში, ფანჯრებში და გვენახა როგორ ცხოვრობენ ისინი რა პირობებში ამ მდგომარეობაში. ეს მოდი რა უნდა ვიზრუნოთ ამაზე პირველ რიგში და არა იმაზე მაგალითად რომ ვინ საწავა, როდის წავა, რომელ სასტუმროში დაისვენებს, რამდენად ზვირადღირებული იქნება სასტუმრო, ვინ რომელ ნათესავს დანიშნავს, ვის რომელ ნათესავს გაუთავისუფლებენ, ასე შემდეგ და შემდეგ. ეს ყველაფერი არის უკვე ის, რასაც ვებრძოდით ჩვენ წლების განმავლობაში, ნელ-ნელა ემსგავსება, მაგრამ აქვს რაღაც სიკეთის მაგვარი გამონათებები, რაც ძალიან სასიხარულოა. და პლუს ამას ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რომ ისეთი ადამიანები, ვინც ნამდვილად ფიქრობდნენ ქვეყანაზე, ვინც იბრძოდა ქვეყნისთვის, ვინც იბრძოდა და მოიტანა 1 ოქტომბერი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი 1 ოქტომბერს ψυχეებში ვიყავით, ხო? ამ ადამიანთა დიდი უმრავლესობა არ დგას დღეს ქართული ოცნების გვერდით, გამომდინარე იქიდან, რომ ქართულმა ოცნებამ არის ისურვა უბრალოდ და ცოტა გადაუხვეს იმ კურსს, რომელსაც გვერდებოდნენ და სამწუხაროდ შიგნით არსებულ ზოგიერთ პარტიას ემსგავსება უკვე თვითონ ქართული ოცნება და ის პარტიები ძალიან გვანა ნაციონალურ მოძრაობას, რაც ჩემთვის და ბევრი ჩემი მეგობრისთვის მიუღებელია და დამერწმუნეთ თუ ჩვენი მხარდაჭერა პოლიტპატიმრები და რეალურად ვინც იბრძოდა 1 ოქტომბრის იმ ხალხის მხარდაჭერა იქნებოდა ქართულ ოცნებას იმას რაც მოხდა პრემიერ-მინისტრის ბოლო მივინებაზე გაეროში და ვიღად ნაძირალ ნაციონალები დაახვედრეს და შაურაცხყოფა მიაყენეს სუბუქად ვიტყვი ვერავინ ვერ გაბედავდა თუ იქნება ის ბიჭები ორივე შემთხვევაში აი თქვენ ძალიან აქტიურად იბრძოდით იმ ხელისუფლების პირობებში იმ რეჟიმის პირობებში რომელიც რამდენად არის მართლაც ახლა იმის საფუძველი ქვეყანაში რომ პოლიტიკური ლიდერის მიმართ სადღაც ნიუ-იორკში ესეთ მნიშვნელოვანი ეს რო ვთქვათ აღონიზიებაზე დახვდეს ადამიანების ჯგუფი და ისეთ შესახილებით აი რამდენად თქვენ ძალიან აქტიური ახალგაზრდები იყავით და არსებობს მართლაც ამის საფუძველი. მე ძალიან მაინტერესებს იქნებ მე რაღაცეები თქვა გამეპარა თვალიდან და ვიღაცა მართლა მარტივად ყველა შეაფასებს ერთნაირად მაგ ყველაფერს, იმიტომ რომ ადამიანთა ჯგუფი რომელიც იქ დახვდნენ, ისინი იყვნენ დაფინანსებული, ახალგაზრდების ჯგუფი კონკრეტული ტექსტებით, კონკრეტული დავალებებით და ასრულებენ დავალებას, იმიტომ რომ მიზეზი მაგისა რომ თქვა პუტინის მონაუძახოთ ღარიბაშვილს დღეს არ არის, მაგრამ მიზეზი იმისა რომ ღარიბაშვილს მოუთხოვოთ იმ დაპირებების შესრულება, რომელსაც იძლეოდა ყველაფერთან დაკავშირებით, ბატონ ივანიშვილს არ და ამის მიზეზი უამრავია და მოსულობდი რომ მე ამ შემთხვევაში შეფასებებთან მიმართებით ვიქნები საკმაოდ მოგრძალებული. კი ბატონო. დიმა დღესაც აგზელებს მოღვაწეობას პოლიტიკაში და იმას დიდ წარმატებებს უსურვებ, მაგრამ საზოგადოებრივი დაუწყებლის თანამშრომელი და კანონისმიერი და მორალური ვალდებულება მაქვს იყო დისტანცირებული პოლიტიკისგან. ასევე მოვლენები ძალიან ბევრს გვაჩვენებს, ყველაფერი წინ არის. ის ადამიანების დიდი ნაწილი ისევ აგრძელებს ბრძოლას სხვადასხვა სახით დემოკრატიისთვის, სამართლიანობის აღდგენისთვის, კანონის უზენაესობისთვის და ჩვენ იმედი უნდა ვიქონიოთ ამას ვამბობთ ყოველთვის დიმიტრი დამეთახმებად
ყოველთვის აქვს შრომას და ბრძოლას ნამდვილად შემოცოდი. უკეთესი მომავლისთვის და ბევრი სიკეთისთვის. კარგი, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ძალიან კარგია რომ ამ გადაცემაში მიიღეთ მონაწილეობა. მე ჩემი მხრივ ვიტყვი ერთ ასეთი ძალიან მოგზალებულ განაცხადს, რომ ამ წლის განმავლობაში აჭარის ტელევიზიაში და რადიოში ეს ვფიქრობ, რომ არის გარკვეული შედეგი იმ ბრძოლისა, რომელიც მათ შორის თქვენ გქონდათ 21 მაისს, არავის არ გახსენებია, არ გადმომდგა აივანზე და არ უთქმია რა პოლიტიკური ток-შოუსათვის არ არის შესაბამისი სივრცე. ამდენად რაღაც ტიპის გამარჯვებები მართლაც არსებობს და მე მინდა ორივე თქვენთაგან ძალიან დიდი მადლობა გითხრათ პირადად და ასევე გისურვებთ წარმატება. მადლობა. ეთერშია გადაცემა ინდიკატორი.